არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ საიდუმლოებს 10 წლეულების განმავლობაში მკერდში ინახავენ, რადგან ეშინიათ, ან იმიტომ, რომ ვინმე მსთხოვა გაჩუმება. ოთარ მეღვინე-თუხუცესის გარემოცვაში ასეთი ადამიანები ბევრი იყო. მსახიობები, რომლებიც მასთან ერთად თამაშობდნენ დათა თუთაშხიას გადაღებებზე, ოჯახის ახლობლები, კოლეგები, ყველა მათგანი 10 წლეულების განმავლობაში ერთსა და იმავე ისტორიას ყვებოდა. ოთარი გენიოსი იყო. ბრწყინვალე კაცი. მაგრამ გურანდა გაბუნიას მისი მეუღლის სახელი ამ ამბებში თითქმის არასდროს ჩნდებოდა. თითქოს ის არ არსებობდა. თითქოს 25-30-40 წლის ერთობლივი ცხოვრება ვინმეს ძალიან ეწყო სრული სიჩუმის ფარდის მიღმა. და ახლა, როდესაც ჟამი გავიდა და ფარდა ოდნავ გაიხსნა, ჩვენ გვაქვს ვალდებულება ვიკითხოთ, ვინ სთხოვდა მათ გაჩუმებას და რატომ. რა ხდებოდა ღამით იმ ოთახში, სადაც გურანდა ჩაკეტილი ჯდებოდა, სანამ ოთარი ეკრანზე გმირს ასახიერებდა? გიფიქრიათ ოდესმე, რომ ადამიანს შეუძლია ერთდროულად სამი სხვადასხვა სახე ატაროს, ერთი ეკრანისთვის, ერთი ქუჩისთვის და ერთი ოთახის კარის გაღმა. ოთარ მეღვინე-თუხუცესი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მილიონობით მაყურებლისთვის ის იყო დათა თუთაშხია, მამაცი, კეთილშობილი, გრძნობების ბატონი. მეგობრებისთვის ქართველი კაცის ეტალონი, პატიოსანი, პირდაპირი, ისეთი, რომელსაც ხელი ჩამოართვა, სიტყვა დაიჭირე. მაგრამ ის ოთახი, სადაც გურანდა ღამ-ღამობით მარტო ჯდებოდა, სხვა ამბავს ყვებოდა. ამბავს, რომელიც ქართული სახლის კედლებს შორის დარჩა, არ გასულა, არ გამჟღავნდა, არ ამოვარდნილა ჩხუბის ან სკანდალის სახით. უბრალოდ ჩაიფერფლა ნელ-ნელა, წლიდან წლამდე, ისევე, როგორც ქვანახშირი ბუხარში, სიჩუმით და სიმხურვალით ერთდროულად. ოთარ მეღვინე-თუხუცესი დაიბადა 1932 წელს, თბილისში, ოჯახში, სადაც კაცურობას ვარდის ზეთივით ასხამდნენ ბავშვებს სულში, ადრე, ღრმად, შეუქცევადად. ქართული ოჯახის ტრადიცია, სადაც ის გაიზარდა, სხვა კანონებით ცხოვრობდა, კაცი, ციხე, ქალი, მისი სიმშვიდე. ეს ფილოსოფია სხვა ეპოქის ნაყოფი იყო, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მასზე, მაგრამ მაშინ ამ სიტყვებს უყოყმანოდ ღებულობდნენ. ახალგაზრდა ოთარს ეს სამყარო ძვლებში ჰქონდა გამჯდარი, ისევე, როგორც ბათუმის ტენიანი ჰაერი ეჯდობა ტანსაცმელში. 40-იანი წლების ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, ოთარი პირველად შეხვდა გურანდა გაბუნიას. ის გოგო, ახალგაზრდა მსახიობი, ჰქონდა ის სიმშვიდის ნათელი, რომელიც პირდაპირ თვალებში გეხვევა და გარბოდა ვეღარ. ეს იყო ქართული სიყვარულის კლასიკური სცენა, ორი ნიჭიერი ადამიანი, ორი გახსნილი სული, ორი ადამიანი, რომლებსაც ერთი სამყარო, სცენა, ერთმანეთთან გაუწოდა ხელი. გურანდა, ამბობენ ახლობლები, ოთარზე სწრაფად შეიყვარა, ვინ ვერ შეიყვარებდა ამ ჭაბუკს, რომელიც სცენაზე ისე ცხოვრობდა, თითქოს ყოველი სიტყვა სულის სიღრმიდან ამოდიოდა. ოთარმაც სიყვარულის გრძნობა ერთბაშად, ცეცხლივით, შემოვარდა. ქორწილი 30-იანი და 50-იანი წლების მიჯნაზე, ერთ-ერთი ყველაზე საუბრობი ღონისძიება გახდა თეატრალურ წრეებში. ყველა ამბობდა, ეს წყვილი, ოქროა. ოთარი, ნიჭი, ძალა, ქარიზმა. გურანდა, სიმშვიდე, სიბრძნე, სილამაზე. ერთი მეორეს ავსებდა, ისე როგორც მთა ავსებს ცის ხაზს. ახლობლები გახარებული ეხვეოდნენ ერთმანეთს, ასეთი წყვილი, ღვთის ნიჭია. და ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ ეს ოქრო დაიწყებდა ნელ-ნელა დაჟანგვას შიგნიდან ეჩვის ამ უვარდნელი ჭიის ნაკბენისგან. მაგრამ სანამ ვიკითხავდეთ, თუ რა გადავიდა, ჯერ ვიკითხოთ, ვინ ახლდა ოთარ მეღვინე-თუხუცესს ამ გზაზე, ვინ ქმნიდა მისი სახის ბრწყინვალებას და ვინ ფარულად 10 წლეულების განმავლობაში ინახავდა იმ საიდუმლოს, რომელიც გურანდას ოთახის კარის მიღმა იმალებოდა. არსებობდა ადამიანების ვიწრო წრე, თეატრის ადმინისტრატორები, კინოსტუდიის ზოგიერთი თანამშრომელი, ახლო კოლეგები, რომლებიც ყველაფერს ხედავდნენ, ყველაფერს იცოდნენ და ყოველ ჯერზე, სადაც საუბარი ოთარ მეღვინე-თუხუცესის ოჯახურ ცხოვრებაზე მიდიოდა, პირს ერთი და იმავე, ერთგვარად გამართლებული ღიმილით ხუჭავდნენ. ოთარი ასეთია, ამბობდნენ. ქართველი კაცის ხასიათი. ეს ორი ფრაზა, ეს ორი მოკლე მსჯელობა, 10 წლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ერთ მიზანს, ყველაფრის გამართლებას, ყველაფრის ჩამარხვას, ყველაფრის დამარხვას ქართული ტრადიციის ფართო მოსასხამის ქვეშ. და ეს წრე, ეს 10-ზე ნაკლები ადამიანი, რომლებიც ნამდვილ სურათს ხედავდნენ, ინახავდა ამ სიჩუმეს ისე მსუბუქად, ისე ბუნებრივად, თითქოს ეს მათი ოჯახური მოვალეობა იყო. დათა თუთაშხიას გადაღებები 1997 წელი, ოთარ მეღვინე-თუხუცესის კარიერის პიკი. ეს ფილმი არ იყო უბრალოდ კინოარტეფაქტი, ეს იყო ქვეყნის ვინაობის სერტიფიკატი. ექს-სერიები, მთელ საბჭოთა კავშირში ნაჩვენები ოთარ მეღვინე-თუხუცესს ბოხ-ბოხ ოქროს სახელად ჩამოაყრილა.
ოჩოხური, მაგარი, ადამიანური, ქართველი სულის ბატონი, ეს ყველაფერი გახდა ოთარი. მაგრამ გადაღებების პერიოდში, სწორედ ამ ოქროს ეპოქაში, სახლში, თბილისის ერთ ბინაში, გურანდა გაბუნია ჯდებოდა მარტო. ახლობლების გადმოცემით, ოთარი გადაღებებიდან ბრუნდებოდა დაძაბული, გაღიზიანებული, ახლობლების ნაამბობით, გმირის სულში ჩაძირვა სახლს ეჭვის ამინდად მოჰქონდა. ვინ ლაპარაკობდა გურანდასთან? ვინ დაურეკა? რატომ ასე გვიან ჩაიძინა? სწორედ ამ პერიოდში 1997 წელს ის ადამიანი, ვინც ყველაზე ახლოს იყო ოთართან, კოლეგა, მეგობარი, ძმა სცენაზე, ინახავდა ინფორმაციას, რომელიც გარეთ არ გამოსულა. ამ ადამიანის სახელი ამ ისტორიაში მნიშვნელოვანია, არა იმით, რომ ის ბოროტი იყო, არამედ იმით, რომ ის ჩუმი მოწმე იყო. ის ხედავდა, ისმენდა, ესმოდა და ირჩევდა ეჭვის სარგებელს ნაცნობობის წინ. ოთარი ასეთია, ამბობდა ისიც. ქართველი კაცი. და ამ სამი სიტყვით, ამ ვიწრო წრეს კიდევ ერთი ფენა ემატებოდა, ჩუმი, მაგრამ ეფექტური. გურანდა ამ ყველაფრის პარალელურად გვთავაზობს სრულიად სხვა სურათს. ის ქალი, რომელმაც ოთართან ერთად ცხოვრება ირჩია, ნათია და დავითი, ორი შვილი, გაზარდა, სახლი, ოჯახი, სიტბო, ეს ყველაფერი მხოლოდ მისი ხელებით გამართა. ოთარი კი სცენიდან და კინოპლატფორმიდან დაბრუნებული სახლში ჩამოდიოდა, არა როგორც ოჯახის წევრი, არამედ როგორც ვიღაც, ვისაც კვლავ ეჭვი ჰქონდა გამოსარჩლებელი. მეგობრებს შორის, ვინც ამ ოჯახის ამბავს ნებისმიერი კუთხიდან ხედავდა, ბევრი ამბობდა, გურანდა ყველაფერს ითმენდა. ყველაფერს, ღიმილით. და ეს ღიმილი, ეს მოთმინება, ეს ქართველი ქალის ძალა, ის ჩუმი ხმო ყოფილა, რომელიც გამაფრთხილებელ ზარივით ჟღერდა, მაგრამ ვერავინ ისმენდა. ერთხელ დათა თუთაშხიას გადაღებების პიკურ პერიოდში ოთარ მეღვინე-თუხუცესის ახლო გარემოცვიდან ერთმა ადამიანმა, კინოსტუდიის ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელმა, ვინც წლების განმავლობაში ამ ოჯახის ყოველ მნიშვნელოვან მომენტს ახლოდან ხედავდა, 10 წლეულების შემდეგ პირველად ოჯახის სიჩუმის ნებართვით, ნახევრად ბოდვით, ნახევრად ცნობიერად ერთი წინადადება წამოიყვანა. მე ვხედავდი, თუ რა ფასი ეხადა ოთარის გენიოსობას. ამ ადამიანმა, ვინც 10, 15, 20 წლის განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდა ამ ორ ადამიანს, ვინც ერთ სივრცეში სუნთქავდა ამ ისტორიასთან, პირი ამ ერთი ფრაზის შემდეგ კვლავ დაიხურა. მაგრამ ამ ფრაზამ, ამაც სიტყვამ, მე ვხედავდი, თუ რა ფასი ეხადა ოთარის გენიოსობას, ყველაფერი შეიცვალა. რადგან ფასი, ეს სიტყვა ყოველთვის ნიშნავს, ვიღაც იხდის. ვიღაც ისე, ვინც შეიძლება ქვითარს თვითონ კი არ ხელს აწერდა, მაგრამ ყოველ ღამე ოთახის ჩაკეტილ სიბნელეში იგრძნობდა ამ გადასახადის სიმძიმეს სულის ქვეშ. ამ ადამიანმა, ამ უხილავმა მოწმემ, ვინ ფარდა ოდნავ გახსნა, მაგრამ ბოლომდე არ გადასწია, ის კითხვა დაგვიტოვა, თუ ოთარის გენიოსობას ფასი ეხადა, ვის ანგარიშიდან. ამ კითხვის პასუხი წყაროების გადმოცემის მიხედვით, ნაწილობრივ ყოველთვის ჩვენ თვალწინ ყოფილა, ოღონდ ისე, სადაც მას ვერ ვხედავდით. ოთარი ბრუნდებოდა განსხვავებული სახით. ახლობლების გადმოცემით, გამოქვეყნებული ინტერვიუების ფრაგმენტებისა და ოჯახის ნარატივების საფუძველზე, გადაღებების სეზონის განმავლობაში ოთარის ხასიათი განსხვავებული ხდებოდა. ის ადამიანი, ვინც სცენაზე ასე ღრმად ცხოვრობდა, ვინც გმირის ყოველ ემოციას თავის ყოველ ნევრონით გრძნობდა, სახლში ამ ემოციებს ვერ გამოირთავდა. გმირის ეჭვი, გმირის ალღო, გმირის ბრაზი, ყველაფერი ეს კარს მიღმა გადადიოდა. და ეს გადასვლა, ეს ის ეფექტი, რომელსაც კინოფსიქოლოგები პერსონაჟის ჩამოშლად ან კულისური გადინებისა სახელს დაარქმევდნენ, ოთარ მეღვინე-თუხუცესის შემთხვევაში სახლის კედლებს შორის ყველაზე მტკივნეულ ფორმას იღებდა. ის ეჭვი, ის ვინ ლაპარაკობს, ვინ უყურებს, ვინ მოვიდა, ეს კითხვები, რათა თუთაშხიას სამყარობრივი ეჭვი, გმირიდან ოთარში გადადიოდა და ოთარი კი, ამ ეჭვს გურანდასკენ მიმართავდა. ეს არ ყოფილა ბოროტება. ეს, წყაროების მიხედვით, ყოფილა ადამიანი, ვინც ვეღარ ასხვავებდა, სად მთავრდება პერსონაჟი და სად იწყება ის თვითონ. მაგრამ ვერ ასხვავებდა, ეს ახსნა, ეს ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია, ვინ ახსნა გურანდასთვის. ვინ დაჯდა მის გვერდით ოთახის ჩაკეტილ სიჩუმეში და თქვა, ეს გმირის ეჭვია, არა ოთარის სიყვარული. ვინ მიართვა გურანდა გაბუნიას ეს სიტყვა, ეს გაივლის, ეს გადაღებები დამთავრდება, ის ისევ შენი ოთარი გახდება. ვინ? და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, ის ფასი, რომელზეც ახლო გარემოცვის ადამიანი ლაპარაკობდა, ამ ფასს გურანდა ისე ხდიდა, რომ მან თვითონ იცოდა, თუ ის ყოველჯერზე, კარის ჩაკეტის ხმაზე ფიქრობდა, ეს ხომ სიყვარულია. ახლა ამ ისტორიაში ქალი შემოდის, მარჯანიშვილის თეატრის კოლეგა, ვინც ოთართან და გურანდასთან ერთ სცენაზე, ერთ კულისებში სუნთქავდა და ყოველ სიტუაციას ახლოდან ხედავდა. სახელის დასახელება ოჯახის მგრძნობელობის პატივისცემით ვერ ხდება. მაგრამ ეს სიჩუმეც თავისთავად ამბობს ბევრს.
ეს ადამიანი ახლო გარემოცვის ინტერვიუების ფრაგმენტებში ჩნდება ისე სიტყვებს შორის, ისე სადაც ჩვეულებრივ და სხვათა შორის ამბობენ, თუმცა და სხვათა შორისში ყველაზე ნამდვილი ამბები ცხოვრობს. ეს ქალი ახლო გარემოცვის ადამიანების გადმოცემით ოთარ მეღვინეთუხუცესის ყოვლის მომცველი ჭვიანობაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა, არა ბოროტი პერსონაჟის სახით, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ის ახლოს იყო. ოთარი ამ კოლეგის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილეს ამჟღავნებდა, კი არა მის მიმართ, არამედ გურანდასა და ამ ადამიანის ნებისმიერ კომუნიკაციასთან მიმართებაში. ერთ-ერთ გახსენებაში ნახსენებია სიტუაცია, სადაც ახლობლების ვერსიით ოთარმა გადაღებების ერთ-ერთ სეზონზე გურანდას ამ კოლეგასთან სატელეფონო საუბარიც კი გაუჭირა, ან ასე ამბობდნენ ვიწრო წრეში. არა პირდაპირ, არა ღია კამათით ოთარი ასე კი არ მოქმედებდა, არამედ ისე ჩუმად, ნახევრად ხმამაღლა, ნახევრად სიჩუმეში, ისე სადაც კამათი ვერ ხდება, რადგან კამათის მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა. ეს ქალი, ამ ისტორიის ეს გარემოწმე ახლობლების გადმოცემით, საოცარ ზომიერებას ამჟღავნებდა. ის, ვინც მოწმე იყო ასეთი ინტენსიური სიტუაციის, ვინც ხედავდა ოთარის ეჭვს, ხედავდა გურანდას მოთმინებას, ხედავდა ამ ოჯახის ყოველ ღირსეულ და ყოველტკივილიან სახეს, არასდროს საჯაროდ არ ლაპარაკობდა. ვინც გარეთ გამოიღო, ეს ახლობლები, ეს ვიწროცრის ადამიანები, ისიც ნახევარი სიტყვებით, ნახევარი მინიშნებებით ამბობდნენ, ისე სადაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ ვერაფერი ოფიციალურად არ ითქმება. ეს სიჩუმე, ეს ნახევარი სიტყვების ქვეყანა, ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახური ისტორიის ყველაზე ზუსტი სარკეა. ყველა მიცოდა, ყველა მხედავდა, ყველა ჩუმად ირჩევდა. და ეს ყველა, ეს 10, 15, 20 ადამიანი, ვინც ახლო გარემოცვაში ყოფნის ფასი ამ სიჩუმით გადაიხადა, ახლა, 10 წლეულების შემდეგ ოდნავ, მაგრამ ნათლად, ამ ამბის ძაფებს ხელს გვიშვებს. ახლა ამ ისტორიას ერთი კონკრეტული ადგილი გვჭირდება, ადგილი, სადაც ოთარ მეღვინეთუხუცესი ნამდვილი ხდებოდა. არა ეკრანის, არა სცენის ოთარი, არამედ ის ოთარი, ვინც ბუხარს შეხედავდა, ფეხებს გამოიჭიმავდა, ეჭვს ისე მისცემდა ნებას, ისე, სადაც კი ვერ შეეჩერებინა. ახლო გარემოცვის ადამიანების ნაამბობში ერთი ადგილი მეორდება, კახეთი. სწორედ ამ ადგილებში ახლობლების ფრაგმენტების მიხედვით ოთარი სხვა ხდებოდა. სხვა, ეს სიტყვა ამ კონტექსტში ორ რამეს ნიშნავდა. პირველი, ოთარი კახეთის ეზოში, ბუხრის სიახლოვეს, ღვინჩილის ხმის ფონზე, ოდნავ ფხიზლდებოდა თავისი ეჭვის თუსაღობიდან. ის სახლის ოთარი, გამოსვლები, სიმღერები, ბავშვებთან ერთად ეზოში გამოხვედრა, გურანდასთვის ლამაზი სიტყვა, ეს ყველაფერი სოფლის ეზოში უფრო ადვილად მოდიოდა, ვიდრე ქალაქის ბინაში. მეორე, სხვა ნიშნავდა ისიც, რომ სწორედ ამ ადგილებში ოთარი ყველაზე ღრმად ეჭვის ბნელ ადგილებში ჩადიოდა, სადაც ქალაქის ხმაური ან კარიერის სიჩქარე ვეღარ ფარავდა მის შიდა ხმას. ახლობლებისა და კოლეგების ნაამბობის ფრაგმენტებში ერთი კონკრეტული ეპიზოდი მეორდება, ეს ეპიზოდი კარიერის პიკის პარალელიდანაა, 60-იანი 70-იანი წლების იმ ინტენსიური პერიოდიდან. ამ ეპიზოდის სიღრმე ასეთია, ოთარი ახლო გარემოცვასთან ერთად, სოფლის ეზოში ჯდება, ლაპარაკობს, ხარობს. გურანდა, სახლში, ოთახში. ახლობლებმა, ვინც ამ ეპიზოდს ხედავდა, 10 წლეულების შემდეგ ამ სიტუაციის გახსენებისას ერთი და იმავე სიჩუმეში ჩადიოდნენ. ისეთ სიჩუმეში, სადაც ყველაფერი ნათელია, მაგრამ ვერაფერი ითქმება. ახლობლების ნაამბობის ფრაგმენტებში ოთარი ასეთი იყო, ის ასე უყვარდა, ეს ქართული სიყვარულია, ამ ფრაზებს შორის, ამ ნახევარი ახსნების მიღმა, ერთი ბარიტონური ამბავი ჩანს, ადამიანი, ვინც ყველაფრის ახლოს იყო, ყველაფერს ხედავდა, ყველა მომენტს ფლობდა, სახლის ამ სხვა ოთახს კი ვერ ხედავდა. ან, ვერ ირჩევდა, ეს ენახა. და ამ ყოველ ღამის ჩაკეტვაში, ამ ყოველ ოთარი ასეთიაში, ამ ყოველ ნახევარ სიტყვაში, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში ხრწნიდნენ ჭეშმარიტების ქსოვილს, ერთი ნივთი ყოველთვის არსებობდა, ერთი ფიზიკური ობიექტი, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია და ახლა ამ ყველაფრის მიღმა მდგარ ამბავს სხვა შუქში ათვალიერებს. ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის ახლობლების გადმოცემით, დათა თუთაშხიას გადაღებების ეპოქაში, ოთარი ყოველ ახალ სეზონამდე ხელნაწერ ჩანაწერებს აკეთებდა. ეს ჩანაწერები, ვიწრო, ხელჩაკრული ფურცლები, ოჯახის არქივში 10 წლეულების განმავლობაში, სხვა ნივთებს შორის ეყარა. ახლობლებმა, ვინც ოჯახის სიახლოვეს ეხლებოდა, ეს ფურცლები გმირის სამუშაო ჩანაწერებად იცოდნენ. მაგრამ ამ ჩანაწერებს შორის იყო ერთი ფურცელი, ვინც სხვებისგან გამოირჩეოდა, არა პერსონაჟის ემოციებით, არამედ იმ სიტყვებით, ვინც ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გმირს შორის ზღვარს ბუნდოვანს ხდიდა. ახლო ნათესავების ნაამბობის მიხედვით, ამ ფურცელზე, პერსონაჟის ემოციებს გვერდით, ოთარს ჰქონდა ჩაწერილი ისეთი სიტყვები, ვინც პირადი ცხოვრებიდან გადადიოდა, ეჭვები, კითხვები, ოჯახური ვარაუდები, ნახევრად განსჯები, ვინც გმირის სულის ძიებად ვერ გამოვა.
ის ფურცელი ახლობლების ვერსიით ოჯახის არქივში ოდესღაც ნახვეს და ისევ ჩაკეტეს, რადგან ეს ოჯახის სიჩუმის ნაწილია. ეს ჩანაწერი, ეს ყვითელის ფურცელი, რომელიც ახლა ოჯახის კულტში წყნარად განისვენებს, ოფიციალური სამუშაო დოკუმენტი კი არ ყოფილა. ის იყო ოთარ მეღვინე-თუხუცესის შიდა სამყაროს ფანჯარა. და ამ ანაბეჭდში, ახლობლების ნარატივის მიხედვით, გურანდა გაბუნიას სახელი ჩნდება. არა სიყვარულის პოეზიით, არა სიხარულის გამოხატვით, ახლობლების გადმოცემით, კითხვებით, ეჭვებით. ნახევარი განსჯებით, ვინც ფურცელზე ამოვიდა ისე, სადაც ადამიანი ყველა ლამაზ ქუდს ხსნის და მარტო ღამით ასახელებს, ვინც სიჩქარის ქვეშ ცხოვრობს. ეს ფურცელი ახლა, 10 წლეულების შემდეგ, კითხვას სვამს, ვინც ამ მთელი ამბის ყველაზე ბნელ ოთახამდე მიდის, ოთარ მეღვინე-თუხუცესსაც ხომ ესმოდა, ვინც ის ხდებოდა? ის ხომ ხედავდა ამ ფურცელზე, ამ ღამის სიჩუმეში, ამ ყოველ ჩაიწერ და ჩაიკეტ მომენტში, ვინ ხდებოდა? ამ ყველაფრის გვერდით, ამ ჩანაწერების, ამ ჩაკეტილი ოთახების, ამ ვიწროთრი სიჩუმის გვერდით, ოთარ მეღვინე-თუხუცესი ეკრანზე ყოველ ახალ სეზონს შესთავაზებდა ახალ სახეს, ახალ სიმაღლეს, ახალ ოქროს ნიშანს ქართული კინოს ისტორიაში. მაგრამ ის კარი, ვინც ოთარ მეღვინე-თუხუცესის კარიერის ყველაზე ბრწყინვალე ეპოქის ფარდის მიღმა, ოჯახური ეკონომიის სხვა ამბავს ყვება. ოთარ მეღვინე-თუხუცესი ახლობლებისა და კოლეგების გადმოცემით, ეკრანს მოჰქონდა ყველაფერი. დათა თუთაშხია, ეს არ ყოფილა უბრალოდ სახელი, ეს ყოფილა ახალი ვინაობა, ახალი არსება, ვინც ოთარ მეღვინე-თუხუცესი გახდა, ეკრანზე, ქუჩაში, ყველგან, გარდა ერთი ადგილისა, ოჯახის ბინის ოთახებში. ოთარ მეღვინე-თუხუცესსა და გურანდა გაბუნიას ოჯახი ახლობლების გადმოცემით, მარჯანიშვილის თეატრის ორი მსახიობის ოჯახი იყო. ეს ნიშნავდა საბჭოთა ეპოქაში, სახელმწიფო ანაზღაურებას, მკაცრ ეკონომიკურ ჩარჩოს. ახლობლების ნარატივების ფრაგმენტებში ჩნდება ერთი განმეორებადი თემა. ოთარი, კარიერის ყოველ ახალ სიმაღლეზე, ახლო გარემოცვისთვის ფართო ხელით ჩნდება, ქეიფობს, საჩუქრდება, ქართული სტუმართმოყვარეობის ყველა კანონს სრულად ასრულებს, ხოლო სახლში, გურანდასთვის, ბავშვებისთვის, სხვა ანგარიში, სხვა ეკონომიკა მოქმედებდა. ის ფული, ვინც დათა თუთაშხიამ მოიტანა, ის სახელმწიფო პრემიები, ახლობლებისა და კოლეგების ფრაგმენტების მიხედვით, ყოველთვის ოჯახის ყოველდღიური ეკონომიკის ცენტრში ვერ ჩნდებოდა. სად გადადიოდა ეს ოქრო? ახლო გარემოცვა, კარიერის სხვა ვალდებულებები, ოთარის ისჩვევა, ყველა ლამაზ ადგილას ქართულ სტუმართმოყვარეობას სრული ენთუზიაზმით გამოხატოს, ამ ყველაფრის შედეგად, ოჯახის ბიუჯეტი ეკრანული სიმდიდრის ბრწყინვალებასა და ოჯახურ ეკონომიკურ ყოველდღიურობას შორის ყოველჯერზე ვერ ინარჩუნებდა ბალანსს. გურანდა გაბუნია ამ ყველაფერს ინახავდა. ის ქალი, ვინც ახალგაზრდობაში სცენის ბრწყინვალება, შემდეგ ოჯახი, ბავშვები, ნათია და დავითი, ყოველი ოჯახური ვალდებულება, ყველა ეს ფასი ისე გადაიხადა, ვინც ვეღარ მიხვდა, სად მთავრდება მოვალეობა და სად იწყება ის, ვინც ის ოჯახური ბიუჯეტის ჩუმი ბუღალტერი ყოფილა. ახლობლების ნარატივებში ეს სიტყვები ჩნდება, გურანდა ყველაფრით გამოდიოდა, ოთარი ვერ ხედავდა, სად მდგომარეობდა ოჯახი ეკონომიკურად, ის სხვა სამყაროში იყო. ახლობლებმა, ვინც ამ ოჯახის ყოველ ეკონომიკურ გამოწვევას ახლოდან ხედავდა, ამ ამბის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი ასე გადმოგვცა. ოთარ მეღვინე-თუხუცესსა და გურანდა გაბუნიას ოჯახი ყოველთვის გამოვიდოდა, მაგრამ ეს გამოსვლა ყოველჯერზე გურანდას ოდენ გამარჯვება იყო, არა ოჯახური. ახლა ამ ამბის ყველაზე ბნელ ოთახში შედის ის ადამიანი, ვისი სახელი ამ ისტორიის ყველა ფრაგმენტში ჩნდება ისე, სადაც ყოველჯერზე ოთარის ყველაზე ახლო ადამიანის სახით ფიგურირებს. ოთარ მეღვინე-თუხუცესი, კარიერის პიკის ეპოქაში, ირგვლივ ყოველ ახალ ადამიანს ერთი კვლევის ფონზე ხვდებოდა, ეს ვინ არის? ეს რა კავშირი აქვს გურანდასთან? ეს ეჭვი ახლობლებს ახალ ადამიანს ნელ-ნელა, გამოცდის გზით, ახლო წრეში ატარებდა. ვინც გამოცდა ჩააბარა, ის ვიწროწრის წევრი გახდა. ამ ვიწროწრის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წევრი, ვინც 10, 15, 20 წლის განმავლობაში ოთარ მეღვინე-თუხუცესის ძმის სახელს ატარებდა, ეს ადამიანი ახლობლების გადმოცემის ყველაზე ტკივილიანი ფრაგმენტის მიხედვით, ოჯახის ეკონომიკურ მენეჯმენტში, ოთახში, სადაც ოჯახური ბიუჯეტი, კარიერის ხელშეკრულებების, სახელმწიფო ანაზღაურებების განაწილება, ეს ყველაფერი ოჯახური ნდობის სახელით მის ხელში გადადიოდა. ამ ადამიანმა, ოთარ მეღვინე-თუხუცესის ძმამ, ახლობლების გადმოცემის მიხედვით, ოჯახის ეკონომიკური ამბიდან ის ნაწილი, რომელიც ოჯახისთვის განკუთვნილი იყო, შეიძლება. სწორედ ამ ადამიანის გავლით, ნელ-ნელა, ოჯახის გარეთ გადაჰქონდა. ეს არ ყოფილა ერთი კონკრეტული ღამის განმავლობაში ჩადენილი ქმედება, ეს ყოფილა ნელი პროცესი, სადაც ოთარი ეჭვს ყველასთვის ადასტურებდა, გარდა ამ ერთი ადამიანისა.
სწორედ ამ ადამიანს, ამ ძმას, ვინც ნდობის გამოცდა ჩააბარა, ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურან და გაბუნიას ოჯახის ყოველ ეკონომიკურ გამოწვევაში ახლობლების გადმოცემის მიხედვით, გარეთ ჩნდება, ახლობლების ვერსიით, სწორედ ის ოქრო, რომელიც კარიერამ მოიტანა, შეიძლება სწორედ ამ გზით ქრებოდა ოჯახის ბიუჯეტის სიიდან. ახლობლები ამ ადამიანის სახელს ახლად სიჩუმის ბეჭდით ინახავენ. ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურან და გაბუნიას ოჯახური ამბავი, ახლობლების ნარატივების ყველა ფრაგმენტის გავლის შემდეგ, ახლა ეს სახეს იღებს. ოთარი, ეჩვის ციხეში, ვინც ყველას ეჩვობდა, გარდა ერთი ადამიანისა, და ეს ერთი ადამიანი სწორედ ის ადამიანი ყოფილა, ვინც ყველაზე ახლოდან ოჯახის ეკონომიკური ამბისის ნაწილი, ვინც ოჯახს ეკუთვნოდა, გარეთ გადაჰქონდა. ამ ეპოქაში ოთარ მეღვინეთუხუცესი, ის კაცი, ვინც ეჩვს ყველა სხვასთვის ძალიან ადვილად ამართლებდა, ამ ერთ ადამიანს, ამ ძმას, კვლავ ბრმად ეყრდნობოდა. და გურანდა, ვინც ყველაფერს ხედავდა, ვინც ყველა ნახევარ ანგარიშს, ყველა ოჯახური ოქროს ყოველ გაქრობას ახლოდან ხვდებოდა, ჩუმდებოდა. ჩუმდებოდა ისე, სადაც ქართველი ქალი ყოველ ჯერზე ჩუმდება, ვინც ჩუმობა სიყვარულის ნიშანია. ახლობლების ნარატივების ამ ყველაზე ბნელი ფრაგმენტის ბოლოს სიტყვები ასეთია: ოთარი, ბოლოს, მიხვდა. მაგრამ, გვიან. ამ კითხვის პასუხი, ვინ გადარჩა, ვინ ყველაფრის ფასი გადაიხადა, ოთარ მეღვინეთუხუცესის ისტორიის ყველა ფრაგმენტს ერთ ადგილზე, ერთ ოჯახურ სახეში კრებს. და ეს სახე გურან და გაბუნიას სახე, ამ ამბის ყველაზე ნათელი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე ქართული სახეა. მაგრამ სანამ ამ სახეს ბოლომდე ვნახავდეთ, ამ ამბის ერთ ფარულ ნაკადს ყურება სჭირდება. ოთარს ერთი განმეორებადი ჩვევა ჰქონდა, ყოველ მნიშვნელოვან გარდამტეხ მომენტამდე ხამი მოჰყავდა. ეს გარეგნულად ჩვეულებრივი ყოფილა, ბუნებაში გასვლა, ახლობლებთან მარტო ყოფნა, ოჯახის ვიწრო წრისგან 1-2 დღე დაშორება. მაგრამ ამ გაჩერებებიდან ის ბრუნდებოდა ისე, სადაც ახალი სეზონი, ახალი პერსონაჟი, ახალი ეჩვი, ყველაფერი ახლა გადაწყვეტილი ჩანდა. ახლობლები ამბობდნენ, ოთარი ბუნებაში რომ წავიდოდა, ბრუნდებოდა ახალი ადამიანი. მაგრამ ეს ახალი ადამიანი ყოველ ჯერზე ახალ ეჩვს ატარებდა სახლში, ახალ კითხვებს გურანდასთვის. ამ გაჩერებების ეპოქაში ოთარი ახლო ადამიანებთან ლაპარაკში ხშირად ახსენებდა სიტყვებს, გრძნობ რომ ვღელავ ვინმე სხვისთვის. ვინმე ჩემს სახლში სხვა ამბავს ინახავს. ახლობლებს ეს ყოველ ჯერზე გმირის ეჭვად მიუჩნევიათ. ერთ კონკრეტულ ეპიზოდში ოთარი ბრუნდება. ის ოჯახის ბინაში შედის ისეთი სახით, ვინც ახლო ნათესავებს ერთი სიტყვით ახსოვს, ჩუმი. ის შევიდა. გურანდა ოთახში. ბავშვები, გვერდით. და ოთარი ჩუმად ჯდა. გურანდა ეკითხებოდა. ისე, სადაც ქართველი ქალი ყოველ ჯერზე ეკითხება, ოდნავ, ფრთხილად. და ოთარი ამ კითხვას ყოველ ჯერზე ერთნაირად პასუხობდა, ეჩვით. ვინ გეკითხება ამას? ვინ გამოგიგზავნა? 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანი წლების დასაწყისის ეპოქა ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურან და გაბუნიას ოჯახისთვის ახლა ბოლო ეტაპს ნიშნავდა. ეპოქის ცვლილებასთან ერთად ოთარ მეღვინეთუხუცესსა და ქართული კინოსა და თეატრის ინსტიტუტებს შორის ახალი ხახუნი დაიწყო. ოთარი ახალ პროექტებზე ყოველ ჯერზე ნაკლებად იმოწვებოდა. ეს სიჩქარის ახალი ლოგიკა მისთვის უცხო იყო. ოთარი ამ ახალ გამტბობებს ყოველ ჯერზე ერთი და იმავე პასუხით ხვდებოდა, მე ვარ ოთარ მეღვინეთუხუცესი. ამ ლოგიკაში არ მივდივარ. ეს არ მივდივარ ოჯახისთვის ახალ გამოწვევად იქცა. ნაკლები პროექტი, ნაკლები ოჯახური ანაზღაურება. ამ ეპოქაში გურან და გაბუნია ყოველ ახალ ეკონომიკურ გამოწვევაში ისევ ინახავდა ოჯახს. ამავე პერიოდში ოთარ მეღვინეთუხუცესსა და იმ ახლო ძმას შორის ურთიერთობა ჩამოყვება. ოთარმა ახლო ნათესავების ვერსიით, ამ ეპოქაში მიხვდა. ის გვიანი მიხვდომა პირველად ახალ ნათელში გამოჩნდა. ოთარი ამ ეპოქაში სხვა ხდებოდა. ის ეჩვი ოდნავ, მაგრამ ნათლად ნაკლები ხდებოდა. ოთარი გვიანი მიხვდომის შემდეგ ოჯახთან, გურანდასთან, ნათიასა და დავითთან უფრო ახლო ხდებოდა. გურან და გაბუნია ეს ქალი, ვინც 10 წლეულების განმავლობაში ყოველ ეჩვს, ყოველ ოთახის ჩაკეტვას, ყოველ ოჯახური ოქროს გაქრობას ინახავდა, ამ გვიანი ახლოების ეტაპზე კვლავ ოჯახის საყრდენად დარჩა. ოთარ მეღვინეთუხუცესსა და გურან და გაბუნიას ოჯახი ბოლოს გამოვიდა. ოთარმა გვიან, მაგრამ გაიგო. გაიგო, ვინ ყველაზე ახლო ადამიანი ყოფილა. გაიგო, ვინ ყოველ ღამეს, ყოველ ჩაკეტილ კარს, ყოველ ოჯახური ოქროს გაქრობას, კვლავ ისევ, ყოველ ახალ დილას ოჯახის სახელით ინახავდა. ეს გვიანი, ეს ერთი სიტყვა, ყველა პასუხის ყველა ბოლო კარს ჯერ კიდევ ოდნავ ღია ტოვებს.
გვიანი მიხვდომა ეს ნამდვილი სიყვარულის ნაწილია, თუ ყველა ტკივილის ყველაზე ძნელი, ყველაზე ადამიანური ანაზღაურება. გურანდა გაბუნიას სახე ახლა ამ ამბის ნამდვილი, ყველაზე ღრმა გმირია. ეს ქალი, ვინც 10 წლეულების განმავლობაში ყველაფერს ინახავდა, ახლა ყველაზე ნათლად ჩანს. ახლო ნათესავები ყოველჯერზე ერთ სიტყვამდე მიდიან, ისინი ერთმანეთს უყვარდათ. ეს სიყვარული ყველა ეჩვის, ყოველი ოთახის ჩაკეტვის ქვეშ, ყოველ ახალ დილას, კვლავ ცოცხალი ყოფილა. ოთარ მეღვინე თუხუცესსა და გურანდა გაბუნიას ოჯახური სიყვარული ყოველ ეჩვს გადაარჩინა. მაგრამ ეს გადარჩენა ყოველჯერზე ფასს მოითხოვდა. ეს ფასი გურანდამ, ნათიამ, დავითმა ყველამ გადაიხადა. ოთარმა გვიანი, მაგრამ გაიგო. ოთარ მეღვინე თუხუცესსა და გურანდა გაბუნიას ოჯახური ამბავი ახლა ერთ, ყველაზე ღია კითხვაში იხსნება, ქართული ოჯახური სიყვარული, ის სიყვარული, რომელიც ოჯახს ეჩვის ოთახებში ახლო ძმების ღალატებში კვლავ ინახავდა, ეს სიყვარული, ნამდვილი სიყვარულია. თუ ის ჩუმი ერთგულება, რომელიც გურანდა გაბუნიამ ყოველ ღამეს, ყოველ ჩაკეტილ კარს მიღმა აირჩია, ეს სიყვარული ყოველჯერზე ყველაზე ძვირი ფასი ყოფილა. მეგობრებო, თქვენ რა ფიქრობთ ოთარ მეღვინე თუხუცესზე? იყო ის სისტემის, ეპოქის, ეჩვის ტყვე, თუ თავად იყო ამ ტყვეობის შემქმნელი? გურანდა გაბუნიას მოთმინება, ეს ქართული სიყვარულის სიძლიერეა თუ ეს ის ფასი, ვინც არ უნდა ყოფილიყო? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, გახსოვთ თუ არა ოთარ მეღვინე თუხუცესი თქვენს ქალაქში, თქვენს ოჯახში, თქვენს გულში, ისე როგორც დათა თუთაშია დაიმახსოვრა მთელმა ქვეყანამ. თუ ეს ამბავი გეხმიანათ, დადეთ ლაიქი, გაუზიარეთ ახლობლებს, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან ასეთი ამბები, ასეთი ადამიანები, ასეთი ოჯახური სიმართლეები დავიწყებას არ უნდა მიეცეს.